არასოდეს გამიკეთებია ახლა სამზარეულო. 3 დღეა ვაკეთებ. 3 დღეა ვაკეთებ და ჯერაც ვერ გავედი ბოლოში მე მგონი. რავი, საიდან დავიწყო ამის ჩვენება? მოდი დავიწყეთ განათებები, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. სენსორული განათებები. კამერამენ, ნახე, ვიტრინა ვაჩვენოთ. წკაპ, ნახე, შავი ალუმინის უჟანგი პროფილები. ჩასმული შუშის თაროები, აგერ გვაქვს საცხობის თავზე. უნდა იყოს მიკროტალღური, მაგრამ არ არის საშუალება არ იყო და ვერ მოიტანეს. ასევე აქ გვაქვს ძალიან მაგარი მექანიზმი ჩასმული. აი ეს მაგრა დამევასა, მაგრამ მომეწონა ეს მექანიზმი, სატრიალო მექანიზმია. კუთხეში დგება. სხვათა შორის სულ რამდენჯერმე მაქვს ჩასმული და ეს საუკეთესოა, ძალიან მომეწონა. აქ გვაქვს კიდევ აი ძალიან ახლიდან ვაჩვენოთ კამერამენ. აი ესეთ სატრიალო კუთხის მექანიზმი, ესეც ძალიან ლამაზია, მთელ სივრცეს ითვისებს და პრაქტიკულია. ასევე ნუ ეხლა ამებზე რომ გავყვე საუბარს, საბუთლე მექანიზმები, ყველა უჯრა უჩინარ სავლელებზე. გაზი გვაქვს გრანდიოზული, ესე იგი 80 თავიდან იყო გადაწყვეტილი რომ უნდა ყოფილიყო 75 სანტიმეტრიანი და ბოლოს გამოგვივიდა 90 სანტიმეტრიანი და დამერწმუნებით ამ სამზარეულოს და ამ მასშტაბის სამზარეულოს ნამდვილად სჭირდება ესეთი ზომის გაზი და ასევე გვაქვს შესაბამისი ზომის გამწვევი. აქეთ გვაქვს კიდევ მეორე ანალოგიური კუთხის მექანიზმი. ეხლა ეს პეტლები კარებისა ნახე როგორ არის ბოლომდე იღება რა, იმიტომ რომ იქ წვდომა რომ კარგად იყოს. ესეთი ჯერ უნდა დავხუროთ ერთი კარები, ეხლა მეც სიჩქარე შესწვავა მივიღე. მერე მეორე. აქ გვაქვს ყველაზე მაგარი ადგილი. აბა ვინ გამოიცნობთ? თუ გითხრათ. აქ დადგება სკამი. ეს არის ბაბოს ადგილი ერთ სიტყვით რა, ბევრი რო არ ვილაპარაკო და იყურები რა ქალაქის ხედზე, კამერამენ, ქალაქზეც გავახედოთ. ნახე რა მაგარი ხედები გვაქვს რა, წინ მშენებლობა მიდის, მაგას ნუ დააკვირდებით, მაგრამ თბილისის სანძა კი ნამდვილად კარგად ჩანს. ასევე გვაქვს კუნძული. გრანდიოზული კუნძული 2.40 მეტრა 20-ზე. აქაც გვაქვს დამატებითი ელექტრო პლიტა, ჩაყოლება ისევ და ისევ უჩინარ სავლელებზე, აქაც საბოთლე, ნიჟარის სექცია, რატომღაც ჭურჭლის მანქანა არ უნდა ჩაშენებელი და ესეთი მოინდომა. და მთლიანობაში კამერამენ, აი შორიდან შემოვახედოთ რამხელა მასშტაბზეა საუბარი, მთლიანად რო ჩავტიოთ ეს სამზარეულო და დამერწმუნებით რომ მართლა გრანდიოზული სამზარეულოა, მართლაც უნდა ის დრო რაც დაგჭირდა ამის გასაკეთებლად. თქვენ კიდე რას გეტყვით? მოიწონეთ ვიდეო, გააზიარეთ, ეხლა კომენტარებში უსახელო რო უფრო კარგი იქნებოდა ესეთ რაღაცები არ გინდათ რა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს. მე ეს სახელები ძალიან მომწონს, ეს ვიტრინებიც ძალიან მომწონს და რა მომწონს რა ეს სამზარეულო კარგი გამოვიდა და ვისაც არ მოგწონთ, იყავით თქვენთვის ყარაჩვიდად და ვისაც მოგწონთ, გაითვალისწინეთ ეს რაღაცეები, გადაიღეთ ეს სტილი, ეს დიზაინი და ეგ არის რა. მადლობა.